ცოტა უნდა წარმოგვედგინა რა ვითარებაში შეიძლება აღმოჩენილიყავით და ახლა ისეთ მძიმე ვითარებაში ვართ და ჩვენ ამისი ვიზუალიზაცია ვნახეთ, ხო? ძვლებში დამტრეული თანამოქალაქეები, რომ ამაზე არ შემჩნევა და თითქოს არაფერი მომხდარა და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ყოველდღიური საუბრები უკვე ძალიან რთულია. ამას უკვე ადამიანები ვეღარ პატიობენ, რომ აი ამ ყველაფერზე შეიძლება არჩიო დუმილი. ამიტომ ის ადამიანები, ვინც ამაზე დუმილს არჩევენ და ის ადამიანები, ვინც ამაზე საუბრობენ, გრძნობ, რომ ცალ-ცალკე ჯგუფებად შეიქმნენ ისეთ მჭიდრო კოლექტივებშიც, რომლებიც როგორიც შეიძლება იყოს ბაღის მასწავლებლები ან მეზობლები, ხო? მე მახსოვს, რომ როდესაც ვესაუბრებოდი ადამიანებს შემიკვლევის ფარგლებში, მეუბნეოდნენ, რომ აი რაღაცა დაბადების დღეზეც, წლის თავზეც, 40-ზეც, როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი ძალიან განსხვავებული აზრის არის, ვცდილობ, რომ გვერდზე არ დავუჯდე, ხო? აი პირდაპირ ეს სტრატეგია არის თუ ტაქტიკა, რომ არ შეხვიდე კონფლიქტში, იმიტომ რომ ხშირად მათი მხრიდან რაღაც ისეთი თემების წინ წამოწევა ხდება, რაზეც შენ გიჭერს მერე დადუმება და კონფლიქტს გირჩევნია, რომ უბრალოდ ცივ ურთიერთობაში დარჩი. ანუ მე შევამჩნიე, რომ ადამიანებმა აი ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აირჩიონ რაღაცა ცივი ურთიერთობები, ვიდრე კონფლიქტში შესვლა, იმიტომ რომ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდით. მუქარა ეს წნეხი მიბმულია ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ხო? შენ თუ ისე არ მოიქცევი, როგორც შენგან ელიან, რომ მოიქცევი და შენგან ელიან, რომ უბრალოდ ჩუმად იყო, მეტი არც პროფესიონალიზმს ელიან, არც არაფერს სხვას, ხო? დღეს ესეთ ვითარებაში ვართ, უბრალოდ სიჩუმეს და მორჩილებას ელიან. ამას თუ აკეთებ, შენ ახერხებ შენი თანამდებობის შენარჩუნებას და ეს თანამდებობა ძალიან რთულია, ხო, რომ სხვა ალტერნატიული თანამდებობა მოიპოვა, როდესაც სოფლებზე ვსაუბრობთ, იმიტომ ვსაუბრობ ისევ სოფლებზე, რომ აქ ვაკეთებ კვლევას, ხო, უკვე რაღაცა წელიწადზე მეტია. და ვხედავთ, რომ ძირითადად ადამიანები ეკონომიკურ სირთულეებს მიგრაციით უმკლავდებიან, ხო? ერთი ვარიანტია, რომ წახვიდე მიგრაციაში, მეორე ვარიანტია, რომ ადგილზე დასაქმდე და ადგილზე არ არის ბევრი დასაქმების საშუალება და თუ თქვა რაღაცა ისეთ ინსტიტუტში ხარ, თქვა საგანმანათლებლო ინსტიტუტში, აქ ძალიან დიდია წნეხი. ხო, შენგან ელიან, რომ იყო უბრალოდ ჩუმი მოქალაქე, პოლიტიკურ საკითხებს საერთოდ არ განიხილავდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე პოლიტიკური აღარ არის და მორალური და ეთიკური საკითხებია, უბრალოდ შენგან ელიან, რომ იყო ჩუმად, ამოიღებ ხმას და საფრთხის წინაშე აღმოჩნდები. აი ესეთ ვითარებაში მე არ მიკვირს ეს დუმილი. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ჩვენ მეტი ვისაუბროთ პოლიტიკურ წნეხზე, რაც არსებობს ინსტიტუტებში, რომლებიც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და აი ამაზე ხმის ამაღლებით, ერთმანეთთან სოლიდარობის გამოცხადებით ეს საკითხი გავხადოთ პოლიტიკური დისკუსიის საკითხი, ხო, საჯარო განხილვის საკითხი, რომ აი რაღაცა დეპოლიტიზირება არის საჭირო საჯარო სტრუქტურების და ინსტიტუტების. რაც ჩემი დაკვირვებით ვნახე, ის ადამიანები, რომლებიც დუმილს არჩევენ, ხშირად არიან ისეთი ინსტიტუტების თანამშრომლები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ფინანსდებიან და ზოგი პირდაპირ, ზოგი ირიბად მესაუბრა სხვადასხვა ტიპის წნეხის შესახებ, რომ ისინი არიან სამსახურების დაკარგვის პირას, თუ ისინი ზედმეტს ისაუბრებენ ამ თემებზე. და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ სოფლებზე ვსაუბრობთ, იქ დასაქმების ძალიან მწირი რესურსები არსებობს და ამისი ახსნა ის არის, რომ ეს ადამიანები თანამდებობებს, სამსახურებს დაკარგავენ, რომელიც ძლივს მოიპოვეს, ხო? ამიტომ ზოგი შეეცდება, რომ აყვეს რაღაც სახელისუფლებო პროპაგანდას და ამ დისკურსით ისაუბროს მიმდინარე მოვლენებზე, რომ კი ხდება გადაცდომები ალბათ, მაგრამ რაღაცა გეოპოლიტიკური ვითარება ისეთი მძიმეა, რომ რაღაცა დათმობა გიწევს ამ ყველაფერს დათმობა რანაირად შეიძლება ვუწოდოთ ძალიან მძიმე ვითარება, მაგრამ რაღაცა გეოპოლიტიკური ფაქტორებით ახსნან. მაგრამ ისინი, ვინც არ ხსნიან და უბრალოდ დუმილს ამჯობინებენ, სერიოზული წნეხის წინაშე არიან, აი
რაღაცნაირად რო წარმოვიდგინოთ, სოფლებში კიდევ უფრო იოლი არის ადამიანების გაკონტროლება. მე მესაუბრენ, ახლა ვერ დავასახელებ ვინ და სად მესაუბრა, მაგრამ ადამიანები მესაუბრნენ იმის შესახებ, რომ მათ აკრძალული აქვთ თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებში ჩართვა. ისინი თუ არ ჩაერთვებიან სახელმწიფო ღონისძიებებში, ამის გამო დიდი რისკია, რომ ისინი თანამდებობას დაკარგავენ. ამიტომ ძალიან პირდაპირ წნეხია და ჩემთვის ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები ჩუმად იქნებიან. მაგრამ ერთი არის ჩუმად ყოფნა და ამას შეიძლება კოლეგა გპატიობდეს, მაგრამ როდესაც გრძნობენ, რომ შეიძლება მათი საუბარი შენ მიიტანო რაღაცა სადღაც ცენტრში და ამითი სხვა თანამშრომლებს საფრთხე შეუქმნა და ამითი თქო შენი თავი წინ წაწია, ამას ისინი უკვე ერთმანეთს ვეღარ აპატიებენ და ამის გამო იქნება უკვე დაჯგუფებები, ცალკეული დაჯგუფებები, ნდობის ჯგუფები, სადაც ადამიანები მხოლოდ იმათთან საუბრობენ, ვისაც პოლიტიკურად ენდობიან. და ეს ვითარებაა შეცვლილი, ხო, სულ სხვა ფაქტორით იყო გამოწვეული ნდობა ადამიანებში, ხო, რაღაც სამეზობლო ქსელები, კოლეგიური ქსელები და ახლა უცებ პოლიტიკურ საკითხებს დაუკავშირდა ეს ნდობა და ერთმანეთს ის ადამიანები ენდობიან, ვისაც პოლიტიკურად რაღაცა მსგავსი განცდები აქვთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩემი პროგნოზი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად რაღაც ასრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ მაინც შევძლებდით ჩვეულებრივ თანაარსებობას და რაღაცა სხვა იქნებოდა, სხვა მიზეზები, რაც გაგვაერთიანებდა და შესაძლებელს გახდიდა ჩვენს კომუნიკაციას და ამას ვამბობდი ჩემი დაკვირვებების საფუძველზე და კვლევის საფუძველზე, რასაც ვატარებდი დუშეთის რაიონის სოფლებში. იმიტომ რომ იქ ხედავდი იმას, რომ მიუხედავად ასრთა სხვადასხვაობისა, რაც შეიძლება ყოფილიყო რაღაც გეოპოლიტიკური საკითხების გამოწვეული, ანუ უშუალოდ თბილისში მიმდინარე პროტესტით, რომელიც უკავშირდებოდა აგენტების კანონს. მარტის პერიოდში და შემდგომ კიდევ მაინც ხედავდი, რომ სოფლის მოსახლეობა დღესასწაულების დროს იკრიბებოდა და ახერხებდა მშვიდობიან თანაარსებობას და ჩემი წარმოდგენა იყო, რომ ყოველთვის გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა სხვა გამაერთიანებელი გარემოებები ვიპოვოთ და ნორმალური კომუნიკაცია გქონდეს და შევინარჩუნოთ მშვიდობა. ვითარება შეიცვალა, ძალიან დამძიმდა, ასეთ დამამძიმებელ ვითარებას არ ველოდით. არჩევნებმა და შემდგომ მოვლენებმა, იმ ძალადობრივმა მოვლენებმა, რაც ჩვენს წინაშე ხდებოდა, ხო? ჩვენი თანამოქალაქეების, კოლეგების ცემა, დაჭერები და რეპრესიული ზომები. ამან გაართულა ვითარება. ამან გაართულა აი ზუსტად ის შესაძლებლობა, რომ სხვა მიზეზებმა გაგვაერთიანოს და გავაგრძელოთ ურთიერთობები ჩვეულებრივ რეჟიმში. ხა რა თქმა უნდა, ხვდებით ეს აზრთა სხვა აზრის მქონე ადამიანები ერთმანეთს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით თითქოს ვარიდებთ ერთმანეთს თავს. ხო, აი რაღაცნაირად მათ შორის იმ საზოგადოებრივ ჯგუფებშიც კი, რომელიც შეიძლება რაღაცა ისეთი ტრადიციული ჯგუფები იყოს, უკავშირდებოდეს არა ქალაქურ დასახლებებს, არამედ სოფლებს, სადაც კომუნიკაცია უფრო მჭიდრო არის. აი ასეთ ხალხშიც კი მე კვლევა გავაგრძელე შემდგომ და ზუსტად აი ამ ნოემბრის მოვლენების შემდეგაც ვაგრძელებ კვლევას დუშეთის სოფლებში. ვგრძნობ, რომ ადამიანები ცდილობენ, რომ ერთმანეთს აერიდონ ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში არიან, შეიძლება კოლეგებიც იყვნენ. და ამაზე ისინი თვითონ საუბრობენ, ხო? რაღაცნაირად ეს თავის არიდება, ერთმანეთსგან განრიდება, წამოვიდა თითქოს რაღაც ახალ პრაქტიკად, რომელიც გვეხმარება, რომ მაინც შევინარჩუნოთ მშვიდობა, ხო? და არ გადავიდეთ რაღაცა ისეთ დაპირისპირებაში, იმიტომ რომ არავის ინტერესში არ არის კიდევ ისედაც დამძიმებული ვითარების, კიდევ მეტად დამძიმება, მაგრამ ვატყობ, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში რთულია გააგრძელა ურთიერთობა. რაღაცა წითელი ხაზები გადაილახა.
მე საერთოდ ვაკვირდებოდი რაღაც ეკონომიკური ცვლილებების ფონზე ადამიანების დამოკიდებულება როგორ იცვლება მიწის მიმართ და როგორ ცდილობენ ისინი გავამკლავდნენ სხვადასხვა სირთულეებს მათ შორის ეკოლოგიური გამოწვევების მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულებების მქონე ადამიანები როგორ რეაგირებენ ამ პრობლემებზე მაგრამ შემოვიდა შემდეგ უკვე ეს პოლიტიკური განზომილება და ესეც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ძნელია, როდესაც ისეთ ვითარებაში ვართ, როგორშიც ვართ, ამაზე საერთოდ არის საუბრო. ამიტომ გვერდზე უჯდები ისეთ ადამიანს, ვისთანაც შეგიძლია რომ მცირე გადალაპარაკებით, მაგრამ ეს ემოცია გააზიარა, რომ ძალიან გადარდებს, ძალიან გაღელვებს, გაწუხებს ის ადამიანები, რომლებიც ამაზე ხმას არ იღებენ და ფაქტობრივად ამით ხელს აწერენ იმას, რომ ეს მომენტი არ გაჩერდება და ხვალ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში შევიდეთ. მე ხომ ვიცი ჩემი კოლეგები, რომლებიც სხვა რეგიონებში ატარებენ მსგავს კვლევებს და ისინიც მსგავს დაკვირვებებს ახდენენ, რომ რაღაცა ჯგუფურად, კოლექტიურად ხდება ზეწოლა საზოგადოებრივ ჯგუფებზე, რომ ახლა ასე თუ ისინი არ იმოქმედებენ, ასე თუ ისინი არ ისაუბრებენ, ამის გამო მათ პრობლემები შეექმნება და ყველა ცდილობს, რომ ამ პრობლემას აარიდოს გვერდი. და ის, ვინც ახერხებდა არჩევნებამდე წინააღმდეგობის გაწევას, დღეს უკვე კიდევ უფრო მაღალ წნეხზე საუბრობს და დღეს რო აი ამას აკეთებენ, არა იმიტომ რომ ოდნავ მაინც ვინმე მომხრე ამ მდგომარეობის, არამედ იძულებულები არიან. არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ მათ კოლეგებზე, ხო? შეიძლება მათ ესეთი მუქარაც ჰქონდეთ, რომ შენ თუ ამას ისე არ გააკეთებ, როგორც მე გავალებ, არა მარტო შენ, არამედ შენი კოლექტივიც დაზიანდება, ხო? ამიტომ ბევრი ანგარიშის გაწევა უწევთ და ეს ახსნა მაქვს მან. არ მგონია ვინმეს მოსწონდეს ის რაც ხდება, იმიტომ რომ ყველა საუბრობს, რომ მათთვის იყო წითელი ხაზები გადალახული, როდესაც ნახეს ახალგაზრდებს რა მდგომარეობაში აგდებდა პოლიცია იქნება თუ რაღაცა ბანდა ფორმირებები. არა აიოლი ხო 5000-იანი 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა და მთელი ის რეაქციები რაც შეიძლება შენს პოლიტიკურ აქტიურობას მოყვეს და არ მგონია რომ გასაკვირი იყოს ამ ფონზე მოსახლეობის გაჩუმება, კიდევ უფრო გაჩუმდება მოსახლეობა და უნდა გავაკეთოთ ეს ცოტა რთულია ჩემთვის ამის პროგნოზირება გავაგრძელოთ წინააღმდეგობა, რომელსაც მრავალნაირი სახე შეიძლება ჰქონდეს. ჩვენი საქმიანობის გაგრძელებასაც შეიძლება წინააღმდეგობის სახელი დავარქვათ, ხო? რო არ ამოვარდები და შენ საქმიანობას აგრძელებ, თან თუ ხვდები, რომ შენი საქმიანობა მაინდა-მაინც სასურველი არ არის გარკვეული ჯგუფებისათვის, ხო? ვინც ძალაუფლების სათავეშია და შემდგომ შენი საქმიანობის გაგრძელებით ფაქტიურად წინააღმდეგობას ახდენ, ხო? ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ თქვათ ქუჩა გადაკეტო, რომ ეს დავარქვათ ამას წინააღმდეგობის ფორმა, ხო? წინააღმდეგობა სხვადასხვა ფორმა შეიძლება ჰქონდეს და აი ამ სხვადასხვა ფორმებზე უნდა დავფიქრდეთ. ძალიან იმედის მომცემია ჩემთვის, რასაც ვხედავ სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების გაერთიანება, სოლიდარობა, მათი დისკუსიები ერთმანეთთან, სხვადასხვა მოძრაობების შექმნას ვხედავთ ამ ბოლო დროს, ესეც სხვადასხვა წინააღმდეგობების ფორმებია და ეს ყველაფერი იმედის მომცემია, ეს ყველაფერი მათთვის, ვინც ჩუმად არის, მათთვისაც საჩვენებელია, რომ ვთქვათ არ ველით ყველა რომ გამოხვალთ და დადგებით ჩვენს გვერდზე რუსთაველზე ან სხვა ისეთ მნიშვნელოვან ადგილებზე, ხო, რომელიც პოლიტიკური შეკრების ადგილებია. და სხვა ფორმით შეგიძლიათ ამ წინააღმდეგობაში ჩაერთოთ და გვაგრძნობინოთ, რომ გულგრილები კი არ ხართ. გესმით ჩვენი, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ და რაღაცა სიგნალი მოგვეცით. მცირე სიგნალიც კი შეიძლება იყოს წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი ფორმა.